მოკლედ, სალამი კიდევ ერთხელ და დღეს გადავდივართ დომზე. როგორც იქნა მოვჩით CSS, თუმცა ისევ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ CSS-ი აღარ უნდა ვისწავლოთ, მაგას კიდევ ძალიან ბევრი პარამეტრი აქვს property და მთავარი, რაც უნდა გაითვალისწინოთ CSS-ში ისაა, რომ პრაქტიკა. თქვენ რომ ისწავლოთ რაღაცა ყველა property რაც შეუძლებელია, ხო? მაინც უნდა ივარჯიშოთ. ვარჯიშის მერე უკვე კარგად შეეძლებთ ამ ენის დახვეწას, ასე რომ ვთქვათ. ამიტომ შევეშვოთ CSS, დაუბრუნდეთ JavaScript-ს და დღეს ავხსნათ DOM-ი. და რა არის DOM-ი საერთოდ? HTML-ით და CSS-ით ჩვენ ვაწყობდით სტატიკურ ვებგვერდს. სტატიკურში რას გულისხმობ, რომ არაფერი არ იცვლებოდა. მაქსიმუმ ხო ზომის ეკრანის ზომის ცვლილებასთან ერთად იცვლებოდა მისი სტილებიც, ხო? მაგრამ მაგალითად არ ქონდა თემის შეცვლა, რომ ღილაკს ვაწვევი და ღია თემიდან რომ გადადის dark თემაში, რაღაც ბათანზე რომ რაღაცა ჩამოიშლება და ასე შემდეგ. კი მაგას bootstrap-ი აკეთებდა, მაგრამ bootstrap-ი ამ ყველაფერს აკეთებდა JavaScript-ის გამოყენებით, სრული HTML-ის CSS-ი მან არ იყო. და რა გამოდის? რომ ამ კურსამდე, front-end basic-ამდე თქვენ სწავლობდით JavaScript-ს. ოღონდ სწავლობდით JavaScript-ს როგორც ცალკე ენას. კი ბატონო, ეგ საჭირო არის, ჯერ უნდა გაიგოთ თვითონ JavaScript-ის basic-ები, მაგრამ დღეიდან ჩვენ უკვე გავაერთიანებთ HTML, CSS და JavaScript-ს ერთმანეთთან. რის გამოყენებითაც შევძლებთ უკვე დინამიური ვებგვერდების აწყობას. დღეს გვექნება პირველი ნაწილი, შემდეგში უკვე გავაგრძელებთ ისევ DOM-ის ახსნას. მოდი დავიწყოთ. DOM-ი რას ნიშნავს საერთოდ? DOM-ი ნიშნავს Document Object Models. ძალიან ბევრი ახსნა შეგიძლიათ მოგვნახოთ ამ ყველაფერს, მაგრამ შევეცდები მაქსიმალურად მარტივად აგიხსნათ. დავუშვათ ავაგეთ რაღაცა ვებგვერდი. მაგრამ მაგალითად და კიდევ ღილაკს დავაჭირეთ, ხო? დავაჭირეთ და რაღაცა ივენთი გვინდა რომ გაიშვას, ხო? რაღაცა მოვლენა. DOM-ის საშუალებით ჩვენ შეგვიძლია დავიჭიროთ ეს ღილაკის დაჭერის მომენტი. და მერე ისევ DOM-ის გამოყენებით შევცვალოთ ჩვენი ვებგვერდის სხვადასხვა ელემენტები. ასე პირდაპირ JavaScript-ი ვერ ხედავს ჩვენ ვებგვერდს. ამიტომ რა შვება? იღებს ჩვენ მთლიან დოკუმენტს, ჩვენ ვებგვერდს და გარდაქმნის მაგას ობიექტად. მაგიტომ ქვია Document Object Model. მთლიანი ჩვენი ვებგვერდი გადადის ობიექტის ტიპად რა. როგორც ობიექტებს ადრე ვქნით ჩვეულებრივი ობიექტი ამერგვარი რჩევებით, მსგავსი პრინციპია აქაც. ოღონდ ნახეთ როგორ მუშაობს. თუნდაც რა ვუყოთ. ჩვეულებრივი ვებგვერდი HTML თაგია, head, body და ასე შემდეგ. კი ბატონო, ობიექტად კი გარდაქმნის ამას, მაგრამ ჩვენ მაინც ვეძახით DOM trees, იმიტომ რომ ხის სტრუქტურა აქვს. თითქოს ტოტებს გავს და როგორ მუშაობს, იწყება დოკუმენტიდან, HTML-დან, თავარი ელემენტიდან, მერე ნახეთ, ხო შეიქმნა head tag-ი. კი ბატონო, ეს ერთი ტოტი წავიდა, head-საც შეიძლება ბევრი რაღაცა ჰქონდეს. მაგალითად, title-ი, meta tag-ები, ლინკები და ასე შემდეგ. Body-შიც კიდე ნახეთ, შეიძლება შევქმნათ div-ი. div-ის შიგნით თუ შეიქმნება ეს ელემენტები. ეს ასე ჩამოვა, პარაგრაფი h1, ასე და ასე შემდეგ. ნახეთ, აქ list-ში კიდევ ერთი ელემენტია. მიხვდით ხო, რაღაცა ხე იქმნება. და უკვე ამ ხის გამოყენებით ჩვენ შეგვიძლია მაგალითად პარაგრაფზე თუ დავაწვევით მაუსით მაგ მოვლენის დაჭერას და დავუშვათ სათაურის მნიშვნელობის შეცვლა და ასე შემდეგ. მოკლედ, ძალიან ზოგადი ახსნა იყო. მოდით ახლა ნახოთ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. ნახეთ, პირდაპირ რომ დავდგეთ ესე JavaScript-ი სადღაცას აქ დავწერო, ეგრე არ შეიძლება. არ იმუშავებს, იმიტომ რომ თუნდაც ნახეთ, let e თუ უდრის 0-ს ესეთ რაღაცას დავწერ, ხო? მაგას აღიქოს ჩვეულებრივ ტექსტად. გასაგებია, ხო? ამიტომ ნახეთ რა შვებით. ადრე თუ head tag-ში ჩვენ ვქნიდით სტილების tag-ს, ეს style, ხო? და შიგნით წერდით სტილებს. სალამი, კიდევ ერთხელ. შეგიძლიათ დამიუთდეთ. თუ რამეა, უმწერეთ და ხო, გიბასურვეთ. კარგი. ახლა ნახეთ, body-ის შიგნით უნდა დავწეროთ, body-ის შიგნით script tag-ი.
აი ამ სკრიპტში უკვე ვწერთ აი ჩვეულებრივ JavaScript-ს. let i უდრის 0-ს დავუშვათ და კონსოლში მოდით და გამოვიტანოთ i. ოღონდ ნახეთ როგორი რაღაცა. ადრე ჩვენ რა შვებოდით, რომ ხსნიდით ტერმინალს, წერდით რაღაცა node და ფაილის სახელს და აქ ტერმინალში ვხედავდით პასუხს. მაგრამ ახლა ამ ყველაფერს ჩვენ ვნახავთ უკვე კონსოლში. და ნახეთ, კონსოლში უბრალოდ. ჩვეულებრივად აი როგორც dev modes და inspect-ს ვთავდით, ოღონდ ადრე ხო უყურებდით აი ამ ელემენტებს, ხო? მოდით და ახლა ელემენტების მაგივრად კონსოლზე გადავიდეთ. კონსტანტი შეგიძლიათ, ხო, მადლობა. გადავიდეთ აქ კონსოლში. ახლა აი რასაც ადრე ტერმინალში იღებდით, ყველაფერს მივიღებთ აქეთ. ჩვეულებრივად. აი თუნდაც აი 100-იც რო დავწერო, ნახავთ რომ 100-ია. ანალოგიურად აი გვაქვს ეგეთი რაღაცა, მაგალითად alert-ი. აი აქ რო დავწეროთ რაღაცა მესეჯი, კი ბატონო, აქ გამოვა prompt-ი, გახსოვთ ხო? prompt-ს რო აქ წერდით, prompt-ში შეგვიძლია რაღაცა მნიშვნელობების გადაცემა, ხო? აქაც რო დავწერო ესე prompt-ი და რაღაცა სათვალე, მაგალითად enter a value. prompt-ი უკვე აქ გაიშვება. არა ტერმინალში და ასე შემდეგ, აი აქეთ და cancel-იც OK-იც ექნება და ასე და ასე შემდეგ. ანუ script tag-ში ჩვენ ვწერთ ჩვეულებრივ JavaScript-ს. კარგი. მოდი მაშინ ჯერ შევხვდეთ ჩვეულებრივ რაღაცა ელემენტი, მაგალითად ეს h1 hello world-ი და როგორ წამოვიღო და დავიჭირო ეს ელემენტი JavaScript-ში. ნახეთ, ადრე როცა ხსნიდით CSS-ის სელექტორებს, ჩვენ განვიხილეთ, რომ CSS-ში შეგვიძლია ელემენტი მოვნიშნოთ პირდაპირ თაგის სახელით, ანუ h1-ით, შეგვიძლია დაგვეწერა კლასი, კლასის გარდა ასევე ქონდა ID. მაშინ ვთქვით, რომ ID-ს არ ვიყენებთ სტილებისთვის, სხვა რაღაცისთვის დაგვჭირდება და სხვა რაღაცა სწორედ არის ეს JavaScript-ი. მოდით მაგალითად ამას მივცეთ title-ი. ID მივეცით, მაგრამ როგორ წამოვიღოთ? ნახეთ, ყველაფერი DOM-ში იწყება დოკუმენტიდან. აი რო დავრწმუნდეთ ამაში, ესე console log document რო ჩავწეროთ, ნახეთ, არანაირი დოკუმენტი სვლადი მე არ შემიქმნია. უბრალოდ არის ეს ძირითადი ცვალებადი, ანუ ჩემი თლიანი პროექტი. და ახლა რომ გადავატარო ამას მაუსი, ნახეთ, თლიან პროექტს ნიშნავს. აი აქაც თუნდაც აი body-ს რომ მოვნიშნო, body-ს კი არა და აი, მოდით h1-ს რო გადავატარო, ნახეთ, მხოლოდ h1-ს ნიშნავს. მაგრამ ახლა აქეთ დოკუმენტს რო გადავატარო, თლიან დოკუმენტს ნიშნავს. ეს დოკუმენტი შეიცავს head-საც, body-საც, h1-საც და ასე შემდეგ. ოღონდ გარდა ამ თაგებისა, ხო? შეიცავს კიდე დამატებით ლოგიკას, რომელიც ჩვენ გამოგვადგება საიტის წერისას. მაგასაც ნელ-ნელა ვნახავთ. აი თუნდაც რომ ჩამოვშალო, ნახავთ, აი HTML-ი ჩვეულებრივი head-ი, body და body-ში არის h1. ასე პირდაპირ რომ დავდგე და დავწერო დოკუმენტი წერტილი h1, ეგეთი რაღაცა არ შეიძლება. მაშინ როგორ წამოვიღოთ ეს h1-ის თაგი, ხო? ამისთვის გვაქვს ერთი მეთოდი get element by id. ანუ რას ვეუბნებით, რომ შედი დოკუმენტში და დოკუმენტიდან წამოიღე ისეთი ელემენტი, რომლის id მაგალითად არის აი ესე title. ოღონდ ნუ ბრჭყალებში ვწერთ ამას. title. დავასეივოთ, ნახეთ, რაღაცა ელემენტი წამოიღოთ და თუ გადავატარებ ამას და ჩამოვშლი, ნუ ახლა არა ჩვენებს ასე, მაგრამ რეალურად ეს h1-ის თაგი არის ზუსტად ეს თაგი და თუ ჩამოვშლი ამას, ხო, ნახავ რომ აქ აქვს უამრავი მეთოდი და სადღაცას იქნება ამ ტექსტის მნიშვნელობაც, სტილებიც, კლასებიც და ასე შემდეგ. ერთადერთი რაღაცა დაიმახსოვრეთ კიდე, რომ თითოეულ აი ამ ტოდს და ჩათვალეთ ფოტოს, ხო, ამ DOM ხეში ვეძახით nodes. просто ეგეთი სახელი აქვს, რომ დაიმახსოვრეთ, აი node არის ეს, აი თითოეული განშტოება რა. აბა გაქვთ რამე შეკითხვა? ჯერ აქედან. Okay. შევხედავ ახლა ცოტა ხანში კიდევ. ეს h1-ის title-ი წამოვიღეთ. h1-ის გარდა შეგვიძლია წამოვიღოთ პარაგრაფის მაგალითად რაღაცა lore მათი რო დავწეროთ
და ამ პარაგრაფსაც მივცეთ უნიკალური ID, მაგალითად ტექსტი. ისევ დავდგები და ეგ დავწერ ასე. console.log document get element by ID და მივუთითოთ ტექსტი. გადავიდეთ აქ და კი ბატონო, ნახეთ, აი ხა რო გადავატარე, აი h1 მონიშნა კი ბატონო, პარაგრაფის მონიშნა, ანუ სწორი ელემენტები წამოიღო. რადგან მე უკვე დავიჭირე ეს ელემენტები, ყველაფრის გაკეთება შემიძლია. და რას გულისხმობ მაგაში, ნახეთ? მაგრამ აი ეს უბრალოდ console.log-ში გამოტანა საკმარისი არ არის. ანუ ხომ მინდა მაგალითად დავიჭირო h1 და h1 შევცვალო რაღაც სტილები, ხო? console.log-ში ხო არ ვიზამ ამ ყველაფერს. ამიტომ ნახეთ, ამის მაგივრად დავწერ ეგეთ რაღაცას, რომ let ცვლადი heading-ი, დავუშვათ სათაური, იყოს document get element by ID. ანუ უკვე ეს ცვლადი პირდაპირ ინახავს DOM-ში აი ამ elements. რადგან უკვე მაქვს წვდომა ამასთან, შემიძლია ნახეთ რა გავაკეთო? აი თუნდაც სტილი შევუცვალო, ხო? უყურეთ, heading წერტილი ძალიან ბევრი პარამეტრი იქნება ამას, ყველას რა თქმა უნდა არ განვიხილავთ. ერთ-ერთი არის მაგალითად style. და ამის მერე შეგვიძლია მივთითოთ ჩვეულებრივ CSS. ანუ რას ვეუბნებით, ნახეთ? მოდი და შევცვალოთ heading-ის სტილები. კონკრეტულად მაგალითად დავწეროთ ესე color-ი. იყოს ესე წითელი. დავასეივებ და კი ბატონო წითელი გახდა. ოღონდ ერთი რაღაცა მინდა რომ გაითვალისწინოთ, ნახეთ? მაგალითად background colors-ო ვწერდით, ან padding tops, left და ასე შემდეგ. თუ გახსოვთ, ყოველთვის ვიყენებდით ტირებს. აი, ესე რომ დავწერდით background color, ხო? ტირე ქონდა, მაგრამ აქ ტირეთი აღარ იწერება. უნდა დავწეროთ camel case-ით. ანუ რას გულისხმობ ამაში? heading ისევ თავიდან უნდა მოვუშვათ. ანუ თითოეული სტილი ახალ ხაზზე უნდა დავწეროთ. style background ეს color, ნახეთ? ტირე მოვაშორე და მეორე ასო დავიწყე დიდი ზომით, ხო? დიდ რეგისში. იყოს მაგალითად blue. კი ბატონო, ლურჯი გახდა. კი. ცალკე, კაი შეკითხვა არის, ცალკე გადავალთ ამ ყველაფერზე, როგორც CSS-ის ფაილი ცალკე ამასაც გავიტანთ, უბრალოდ ჯერ სიმარტივისთვის ერთ ფაილში იყოს ეგ ყველაფერი და მერე აგიხსნით მეთოდებს, იმიტომ რომ ამას ცოტა უფრო მეტი მეთოდი აქვს შემოტანის. როგორც აი ახლა დავუშვათ background-ით შევცვალე, დავდგები და დავწერ ესე heading style font size და აქ რემების მითითებაც შემიძლია, მაგალითად 3 რემი ასე. დავასეივოთ. კი ბატონო, მერე heading style დავუშვათ რა text align. ხო, თვითონაც აი VS კოდიც მეხმარება ამაში, აი რაღაც CSS-ის property-ებს უკვე მიწერს. დავუწეროთ ასე center. გასაგებია, ხო? აბა, თუ რამე გაუგებარია, მითხარით. კარგი. get element by ID გამოიყენება მხოლოდ ერთი ელემენტის წამოსაღებად. ანუ ყველა ელემენტს მიეცით უნიკალური ID, მაგრამ დავუშვათ ეგ შეცდომა მაინც დავუშვით კიდევ ერთი h1-ის მაგალითად ელემენტი შექმნით, ან არ არის აუცილებელი, თუნდაც ერთი h2 კიდევ შექმნით და იგივე ID მიეცით, მაგალითად ამასაც title-ი დავუწერთ, ნუ ხოთ hello. დაიმახსოვრეთ, ნუ ეგეთი რაღაცა არ უნდა გქნათ, იმიტომ როგორც აი პირადი ნომერი ყოველს უნიკალური გვაქვს, მაგრამ მაინც რომ იცოდეთ, get element by ID ყოველთვის იღებს მხოლოდ პირველ მნიშვნელობას. ანუ ზემოდან რომ დავყვება, პირველი იქნება h1, შესაბამისად მხოლოდ მაგას მისცემს სტილებს და ამიტომაც hello დარჩება ასე. კარგი, ეს ერთი ვარიანტი. მოდი ახლა დავაკომენტაროთ ესეც წავუშალოთ და კიდევ ერთი პარაგრაფი შევქმნათ, ოღონდ უკვე მოდი ID-ის მაგივრად მივცეთ კლასი ტექსტი. ეს დროებით დავაკომენტაროთ. ნახეთ, document get element by ID-ის გარდა კიდევ გვაქვს სხვა მეთოდები, რომლითაც შეგვიძლია დავიჭიროთ ეს ელემენტები. აი თუნდაც რო დავწეროთ let p, ანუ რაღაცა p-ს წამოღება გვინდა სიმარტივისთვის წერ, დოკუმენტიდან წამოვიღოთ, ნახეთ, get element by tag name, ან თაგის სახელით რომ წამოვიღოთ.
და მივუთითოთ აქ P. სანამ ამას კონსოლში გავუშვებ, ერთი რაღაცა მინდა გითხრათ, ნახეთ. ჩვენ მივაჩვენეთ, რომ ცვლადებს ვქნიდით let-ით, ხო? რომ მე შევუსვათ რაღაცა მნიშვნელობა და ასე შემდეგ. მაგრამ როდესაც დოკუმენტიდან მოგვაქვს ეგ ელემენტები, let-ად აღარ ვქნით მაგას კონსტად. იმიტომ რომ შემთხვევით სადღაცას ეგეთი რაღაცა რო არ დავწერო, P უდრის 2-ს. რა სისულელე იქნება. ხვდებით, ხო? ანუ ერთხელ წამოვიდეთ, ხო, რაღაცა tag-ი, სო იყოს. მეტი არაფერი აღარ უნდა ვუქნათ მაგას. ამიტომ კონსოლში ახლა ჩავსვათ P და ვასეივოთ და ვნახავ რომ კი ბატონო, აი ეს ელემენტი აი აქ გამოჩნდა. ოღონდ ერთ რაღაცასაც კიდევ დავუკვირდით. HTML collection-ი. აბა მოდი ისევ heading-ს დავუბრუნდეთ და heading-ი გამოვიტანოთ. heading-ი რას შვება? console log heading. ნახეთ, heading-ი პირდაპირ ელემენტად დაბრუნდა. ანუ ჩვეულებრივად. არც კოლექცია არაფერი, რატომ? იმიტომ რომ JavaScript-ში ისეთი ლოგიკა დევს, რომ ID უნდა ჰქონდეს ერთ ელემენტს. მაგრამ tag-ი თუნდაც აი ეს პარაგრაფი შეიძლება იყოს 1000 ცალი. ამიტომ სახელშიც წერია, ნახეთ, get elements მრავლობაში წერია კიდე element. ამიტომ ეს P სინამდვილეში შეიცავს HTML-ის, ანუ P-ების კოლექციას. თუნდაც რომ ერთი იყოს, ასეა ჩაწერილი, ანუ მასივი არის. ამიტომაც მაგალითად თუ ჩვენ გვინდა წამოვიღოთ აი ეს P, დაწერთ ასე, მასივის პირველ ელემენტს და ასე შემდეგ. ნახეთ, დავუშვათ კიდევ ერთი ცალი რო შევქნა. მოდი აი ეს კლასი საერთოდ წავუშალოთ ჯერ ჩვენ ხო tag-ით შვებით. ასე დავაკვირდით ახლა. ნახეთ, აი. კოლექციაში გვაქვს ორი ელემენტი, პირველი არის ეს და მეორე არის ეს. რადგან მასივია, შემიძლია ამათ დავყვე ჩვეულებრივი for ციკლით. ანუ რო შევქნა for ციკლი, დავწერო ინდექსი თავიდან იყოს 0, I მივიდეს სადამდე? P-ს length-მდე და I++. და კონსოლში უკვე გამოვიტანო თითეული პარაგრაფი. აი ეს, პირველი P, მეორე P, ნუ აი ეგრე. გასაგებია, ხო? და ახლა სათითაოდ ყველასაც, რა თქმა უნდა, შეგვიძლია მივცეთ სტილები. Tag name-ის და ID-ის გარდა, ჩვენ შეგვიძლია ელემენტები ასევე გამოვიტანოთ კლასის სახელის მიხედვით. ნახეთ? დავწეროთ ისე რაღაცა. const P class, ეგრე უბრალოდ დავარქვათ. ანუ P-ები კლასის მიხედვით, რომ კლასი მაგათად ტექსტი იყოს. აქაც ტექსტი რომ იყოს. და document get elements by class name. და იყოს აქაც ტექსტი ანალოგიურად ესეც იმუშავებს. P ქვედატირე class. დავასეივოთ. ისევ რაღაცა კოლექცია დაგვიბრუნა. შეგვიძლია ამ კოლექციასაც დავყვეთ და ასე შემდეგ. ნახეთ, ID, მერე tag-ის სახელი, კლასი და კიდევ ერთი გვაქვს, რომელიც არის query selector და რა შვება query selector? ყველაზე გამოყენებადია, ყველაზე თანამედროვეა და ალბათ თქვენს ყველაზე ხშირად მაგას გამოიყენებთ. როგორ მუშაობს ესე? const P, მოდი ესე დავწერთ query, რომელიც არის document query selector, ასე. და ნახეთ, აქ უკვე ჭყალებში წერთ ჩათვალეთ ჩვეულებრივ CSS-ის selectors. აი გახსოვთ ხო, tags როცა ვნიშნავდით, წერდით h-ს, თუ კლასის მონიშნვა გვინდოდა, წერდით წერტილს და მერე text და თუ ID-ს წამოღება გვინდა, მაშინ წერთ ds, ხო? აი როგორც CSS-ში ვნიშნავდით, ზუსტად მასე ვნიშნავთ აქ. რადგან მე მინდა წამოვიღო ახლა text კლასი, დავწერ ასე text და სადაც გადამიყვანა. დავასეივებ console log-შიც ამას გადავიტან ასე. P query. კი ბატონო, აი, გამოიტანა ეგ ელემენტი. მაგრამ query selector-ი ყოველთვის იღებს ერთ ელემენტს. პირველ ელემენტს, რომელიც შეხვდება. არ აქვს მაგას მნიშვნელობა, ID იქნება ტექსტი თუ რა, ყოველთვის იღებს ერთ ცალს. და რა უნდა გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ გვინდა მაგალითად ბევრი ტექსტის წამოღება, ხო?
მაგ შემთხვევაში კიდევ ერთი პარამეტრი არის, რომელსაც ქვია query selector all. ანუ რაც აქ წერია, მაგის მიხედვით ყველაფერი წამოიღოს. ოღონდ ერთ რაღაცასაც კიდევ დააკვირდით, კი ბატონო, წამოიღო ეგ ყველაფერი, მაგრამ არის node list-ი. ახლა თქვენ გაგიკვირდებათ, ანუ ის იყო HTML collection-ი, ეს node list-ი. თითქოს გვანან რომ მასივები არიან, მაგრამ რეალურად ცოტა სხვანაირად მუშაობენ. ამიტომ დაიმახსოვრეთ ეგეთი რაღაცა. თუ გინდათ რამდენიმე ელემენტის წამოღება, აი თუნდაც query selector all-ით, get by class name-ით, by tag name-ით, ყოველთვის თქვენით ხელით გადააქციეთ ეგ ელემენტები სუფთა მასივებად. ანუ ეს არის მასივის რაღაცა სახეობა და რაღაცეები ამაზე არ იმოქმედებენ და ჩვენ გვინდა ჩვეულებრივ მასივად გადავაქციოთ. ამიტომ წესით ერთ-ერთ JavaScript-ის ლექციაზე ისწავლიდით spread operators და უბრალოდ აქ ესეთი რაღაცა დაწერეთ, რომ კვადრატული ფრჩხილები, კვადრატულ ფრჩხილებში მოაქციეთ ეგ სელექტორი და წინ დაუწერეთ 3 წერტილი და რომ დავასეივო, ნახეთ, უკვე გაქრა ის node list-ი, HTML-ების კოლექციაც, ყველაფერი გახდა ჩვეულებრივი მასივია. For each-იც იმუშავებს ამაზე, ფილტერიც, map-იც და ასე შემდეგ. ახლა ცოტა ბევრი რაღაცა ახსენი, რომ არაგერიოთ, ასე ამას ასე დავალაგებ, რომ არაგერიოთ, თავიდან მაინც დავუყვები, ანუ ყველაზე მარტივი წამოღება არის get element by id, პირდაპირ id-ს უთითებთ, get element by tag name აბრუნებს უკვე HTML-ების კოლექციას და რომ გაიმარტივოთ საქმე და მომავალში უკეთ იმუშაოთ ამ ყველაფერთან. ასე spread ოპერატორი გამოიყენეთ მასზე. tag name-ის გარდა შეგვიძლია წამოვიღოთ კლასის სახელითაც და ნუ ყველაზე გამოყენებადი და ხშირი და იდეაში ყველაზე მარტივი, იმიტომ რომ აღარ გიწევთ აი ამებზე ფიქრი და ასე შემდეგ, არის query selector-ი, ეს წამოიღებს მხოლოდ პირველ instance და query selector all-ი წამოიღებს ყველაფერს, მაგრამ ისევ უნდა დაწერთ ასე კვადრატულ ფრჩხილებში. გასაგებია თუ არა ეგ ნაწილი? კარგი, ძალიან კარგი. ნახეთ, რომ შეგვიძლია შევცვალოთ სტილები. შევხედოთ კიდევ რისი გაკეთება გვინდა. აი თუნდაც აი წინა მაგალითს დაუბრუნდეთ, აი დაუშვათ, ჩვენ HR-ს აქვს აი ძალიან ბევრი სტილი. ეგ არაფერია, ნახეთ, რომ წინა ლექციებზე და სემინარებზე აი 8, 10, 12 და ასე შემდეგ უფრო მეტ ხაზსაც ვუმატებით. ახ სათითაოდ აქ ყველაფერს ხო არ ჩამოვწერ. მით უმეტეს მე თუ მინდა მაგალითად აი ეს სტილი გამოვიყენო სხვაგანაც, ხო? ყველგან ხო არ დავიწყებ ასე ხელით მიწერას. ანუ რა მჭირდება? კლასი, ხო? და ამისთვის, ნახეთ, ამასაც ისევ დავაკომენტარებ. headings ერთ-ერთი პარამეტრი აქვს class list-ი. რაც გვიბრუნებს აი ამ ელემენტზე არსებული კლასების სიას. ისევ რაღაცა DOM token list გვიბრუნებს, ამიტომ ისევ ამაზე გამოვიყენებ ასე spread operators და ერთი წამი აი აქ ბოლოში არასდროს ჩავსვი და კი ბატონო, მივიღეთ სარიელი სია. რატომ? იმიტომ რომ HR-ზე არანაირი კლასი ჯერ არ მაქვს მიცემული. მაგალითად ამას რომ დაუწერო ესე heading styles უბრალოდ რაღაცა კლასი, ხო? კი ბატონო, ეს აქეთ გამოჩნდება. კიდევ ერთი კლასი რო გქონდეს, მაგალითად, რაღაცა dark text ეგრევე იყოს. აი, მასში ვნახავ, რომ ორი ელემენტია. მაგრამ მარტო ამ ინფორმაციის ნახვა და წამოღება საკმარისი არ არის. ჩვენითაც JavaScript-დან შეგვიძლია დავამატოთ ეგ კლასები. დავუშვათ, დავუწეროთ heading class list-ი, ოღონდ უბრალოდ კი არ გამოვიტანოთ. ნახეთ, წერტილს რომ დავსვავ, ნახავ, რომ შემიძლია add დავამატო, შემიძლია დავუყვე ჩვეულებრივად, ანუ როგორც ეს ხო ჩვეულებრივი მასივია, ხო? შემიძლია for each-ი დავუყვე ამ ყველაფერს. აქვს toggle, რომელსაც ცოტა მე გამიხილავ და აქვს კიდევ remove. მოდი ჯერ add გამოვიყენოთ, დავუშვათ რაღაცა main text რო დავწერო და რო ვნახავ, ჯერ ასე რა თქმა უნდა არ გამოჩნდება, ვებგვერდზე დაემატება ეგ ყველაფერი. ამიტომ აი ეგ გადავალ ელემენტებში და ნახეთ heading styles dark text-ი და ბოლოს დაემატა main text-იც. რაში გვჭირდება ეგ სტილები? მე უკეთ მიხვდებით ამ ყველაფერს. ჯერ გამიხილოთ პარამეტრები.
და როგორც edi არის, ასევე აქ remove, ანუ წაშლა და dark text-ი წავშალოთ, ხო? dark text და აქაც რო შევხედავ, ნახავ რომ მხოლოდ ერთი სტილი აქვს მიცემული. შემდეგ იქნება toggle, აი ეს უბრალოდ დავწერ. მაგას ცოტა მერე განვიხილავ. ჯერ მითხარით კიდევ რამე შეკითხვა ხომ არ გაქვთ? ოკეი. სტილების გარდა ასევე შეგვიძლია წამოვიღოთ თვითონ ტექსტის მნიშვნელობა. მაგალითად console log რო დავწეროთ heading წერტილი. მოდით ოღონდ ის const-ზე შევცვალოთ, ხო თქვით ეს const-ზე რო შეიცვალოს. heading და ნახეთ ამას რა აქვს text კონტექსტი. გადავიდეთ ისევ console log-ში და ვნახავ ამის მნიშვნელობასაც. ანუ შემიძლია ჩემითაც ხელითაც შევცვალო. უბრალოდ კონსოლში კი არა გამოვიტანო, დავწეროთ text კონტექსტი იყოს მაგალითად უბრალოდ აი ესე დომი რო დავწეროთ. დავასევებ და ვნახავ რომ აქაც დომია და რა თქმა უნდა აქაც დომია. ანუ ძალიან ბევრი პარამეტრი აქვს ამ ყველაფერს ისევ და ისევ თქვენით დააყევით ივარჯიშეთ. ჩვენს რა თქმა უნდა გავივლით უმეტესობას, მაგრამ აი უამრავია. ყველაფრის გაკეთება შეგვიძლია აქ. კარგი. ნუ text content-ის გარდა ამასაც აქვს inner text-ი. ახლა მინდა გაჩვენოთ ამას შორის განსხვავება. დაგჭირდებათ ეგ ისევ და ისევ use case-ზე არის დამოკიდებული. ნუ ყველაზე ხშირად ვიყენებთ text context და რა არის? დაუშვათ, აი რაღაცა პარაგრაფის ნაწილი ტექსტი რაღაცა მოქცეულია span-ში. ნახეთ, span-ში. აქ ჩვეულებრივად ჩანს, მაგრამ კოდის დონეზე ანუ ეს რაღაცა ნაწილია და მაგის შიგნით კიდევ რაღაცა. და მოდით და ამ span-ს მივცეთ display none. რო გავაქროთ უბრალოდ, ხო? ნახეთ, style display none. ნახეთ, ჩვენთვის ეგ გაქრა. ოღონდ ამას მოდით უნიკალური ის მივცეთ ID. ანდა რა ამას მივცეთ, მოდით HR-ს მივცეთ ეგ ყველაფერი და всё. всё. ანუ აი ხა display none რომ მოვაშორა inline რო დავწერო HR-თან იქნება დაწერილი ეგ ყველაფერი, მასა. ეს ასე. ესეც ასე. რატომ არ გამოჩნდა? დავასაიბოთ ეგ. აუი ხო აქ დომზე ვცვლით ბოლოს და მაგიტომ არ გამოჩნდა ეგ. ოკეი. ნახეთ. hello world-ი და დანარჩენი ნაწილი იყოს ჩასმული span-ში და ამას გქონდეს მიცემული სტილებში style display none. ნახეთ, არაფერი არ ჩანს. თუმცა heading-ის text content-ში ეგ ყველაფერი წერია. და რატო? ანუ ის აიგნორებს ყველანაირ CSS. ანუ კოდურად შიგნით რაც იყო ჩაწერილი მხოლოდ ის ნაწილი მოაქვს და აღარ უყურებს იმას თუ აი გათიშული ქონდა თუ არა ეს display და თუნდაც ნახეთ აქ რო ერთი თვითონ HR-ს რო დაუწერო ყველაფერი uppercase-ში გადაიყვანოს, ნახეთ style text transform-ი თუ uppercase, ხო? ყველაფერი რო დიდ რეგესში დაწეროს. ნახეთ, ეგ ისევ წერია ისე, როგორც ადრე ეწერა. აი აქ თუნდაც space-ი დავუსვიდა, აქაც დაემატა. ნუ ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს ყველანაირი ინფორმაციის წამოღება, მაგრამ inner text-ი არის ზუსტად ის, რასაც user-ი ხედავს, რაც არის გამოტანილი ჩვენ ვებგვერდზე. ისევ და ისევ დამოკიდებულია იმაზე თუ რა შვებით. თუ გჭირდებათ ძირითადი ტექსტის შეცვლა, კი ბატონო, text კონტექსტი გამოიყენეთ, შეუცვალეთ მაგას მნიშვნელობები, მაგრამ თუ გინდათ აი ესე დარედაქტირებული მნიშვნელობის წამოღება და მერე მისი გამოყენება კოდში, კი ბატონო, მაგისთვისაც გვაქვს inner HTML. თუ გაქვთ კიდე შეკითხვა, მითხარით. კარგით, ახლა რისი გაკეთება შეგვიძლია კიდევ. მაგალითად, დავუშვათ, სადღაცა შევქმნათ ჩვეულებრივი ბათანი და უბრალოდ მივცეთ ესეთ სახელი click me რაღაც. კარგი. აი ბათანზეც დაჭერაც შეგვიძლია დავუჭეროთ ეს თვითონ ეს მოვლენა და როგორ კეთდება. ერთ-ერთი ვარიანტი არის, რომ პირდაპირ აქ დავუწეროთ on click, ანუ დაკლიკებაზე
დავწერთ მაგალითად console log ესე დავწეროთ აქ shift ერთიანი ბრჭყალები button was clicked ასე ნახოთ აბა კი ბატონო აი 7 ჯერ დავაჭირე და 7 ჯერვე გაიშვა მაგრამ ძალიან ძველი მეთოდია ეგ და ხშირად წასაკითხად არ არის კარგი ამიტომ მოდით ეს ღილაკიც script tag-ში დავიჭიროთ და მან უკვე მივცეთ ეს on click მივცეთ ესე id button-ი დავდგეთ აქ და დავწეროთ const button-ი document get element by id და იყოს button-ი და დავწეროთ დავუშვათ ისე anc button-ი on click და აქ უნდა უკვე მივუთითოთ მაგალითად ფუნქცია რაც უნდა ქნას arrow function-ები გახსოვთ გინდათ ჩვეულებრივი ფუნქცია თუნდაც arrow function-ით რომ მივუთითო ესეთი რაღაცა რომ console log clicked ეს და კი ბატონო გაიშვება ახლა ერთ რაღაცას კიდე დავუკვირდით რატომ ჩავსვი მე script tag-ი body-s ბოლოში ნახეთ ვებგვერდი რო იტვირთება ჯერ იქნება h1-ის ტაგის span-ი ეს პარაგრაფი და ასე შემდეგ ეგ ყველაფერი დომში რო ჩაიტვირთება მე უკვე შემიძლია დავდგე და მშვიდად წამოვიღო ეგ ელემენტები მაგრამ ნახეთ რა მოხდება თუ ამ script tag-ს ჩავსვავ ამ HTML-ის ზემოთ ხო ნუ body-s დასაწყისში სადაც კოდს ვწერთ შეცდომას მივიღებ ნახეთ cannot read properties of null და რატომ ხდება ასე იმიტომ რომ როცა ეგ ნაწილი იშვება ქვედა ეს კონტექსტი ანუ ნოუდები ეს ყველაფერი ხო ჯერ ჩატვირთული არა და რადგან ვერაფერს ვერ იღებს ეგ აბრუნებს null-ს მოდი ამაში დავრწმუნდეთ console log heading-ი დავასეივოთ აი null-ია და რადგან ეს null-ია და მე ვცდილობ null-დან რაღაც inner text-ის წამოღებას ხო მაგიტომაც გვაძლევს შეცდომას ამიტომ გაითვალისწინეთ ბოლოში ჩასვით ნუ ჯერ ეს ერთი მეთოდია კიდე გამიხილოთ სხვას ბოლოში ჩასვით რომ არანაირი პრობლემა არ შეგექმნათ მოდით დავაბრუნოთ ახლა ეს უკან ოკეი კიდე ერთ რაღაცას დავუკვირდით ნახეთ ამ console logs ხო ვიძახებ index.html-ის ფაილში 53 ხაზზე და აქაც აი წერია რომ ეს რაღაცა console log-ი იყო გამოძახებული index.html-ის ფაილიდან 53 ხაზზე. დებაგინგისთვის შეგიძლიათ მე გამოიყენოთ უფრო მარტივია რომ ნახოთ აი კონკრეტულ მომენტში რომელი console log-ი გაიშვა. ეს button on click-ი ნახეთ, კი ბატონო მუშა მეთოდია, თუმცა არის ძალიან ძველი და აღარ ვიყენებთ ამას. რას გულისხმობ? მაგალითად, დაკლიკებაზე შეიძლება იშვებოდეს 2 ან 3 ფუნქცია. ისე და ისე ვებგვერდზეა დამოკიდებული, ხო? თქვენ დაუშვათ ერთი ლოგიკა გაწერეთ. მოდი ესე დავწეროთ ესე clicked ესე method 1 და მე კიდევ რაღაცა სხვა ლოგიკას ამატებთ ასევე დაჭერაზე method 2. დააკვირდით, ხოლოდ იმუშავებს მეორე მეთოდი. ანუ ყველაზე ბოლოს დაწერილი, გადააწერს ამ ყველაფერს. და ნუ ზოგადადაც კაი მეთოდი არა. ამიტომ გვაქვს სრულიად ახალი ვარიანტი, რომელსაც ყველაზე ხშირად ვიყენებთ. უბრალოდ დგებით ნებისმიერ ელემენტზე, არ აქვს მნიშვნელობა რა ელემენტზე დგებით. წერთ, ამ შემთხვევაში button-ია, ხო? წერთ button add event listener. ანუ ვამატებთ სხვადასხვა მოვლენების subscribers ასე ვთქვათ. ანუ უბრალოდ ვუყურებთ რამე ხო არ ხდება ამ და ამ ელემენტზე. ეს მოვლენები ბევრი სახისაა. ყველაზე მარტივი რაც ახლა განვიხილეთ არის კლიკი. მაგრამ არის ასევე hover-ი. hover-ი ვნახეთ ხო CSS-ში, აი მაუსის გადატარება, არის blur-ი, drag and drop-ი და ასე შემდეგ. აი როგორ მუშაობს ახლა ეს ყველაფერი. დაუშვათ აქ პირველ რიგში წერთ თუ რა მოვლენის მოსვენა გვინდა. ნუ აქ რომ ნახოთ ისე C-ა დიდია ნახეთ. აქ არის cancel-ი, click-ი, close-ი, change-ი, copy, double click-იც არის, ანუ ორმაგი დაჭერა ხო? მარჯვენა ღილაკიც არის და ასე შემდეგ. მაგრამ ჩვენ გვჭირდება click-ი. click-ზე უნდა გაიშვას რაღაცა ფუნქცია. ამიტომ აქ მეორე პარამეტრად ჩვენ წერთ ფუნქციას. თქვენ გინდათ აი ესე შექმნით function-ი
და მერე ლოგიკა გაწერეთ, მაგრამ ყველაზე გამოყენებადი და საუკეთესო არის თუ მივთითეთ აქ arrow ფუნქციას. ანუ arrow ესე ფუნქცია და აი ასე. და დავუშვათ console log button click და თუნდაც ესე method 1 დავასეივებ და კი ბატონო ეგ მუშაობს. მე ქვემოთ კიდე რო დავამატო add event listen ნახეთ ამატებს add მაგას ნიშნავს რომ ეგ კი ბატონო იყოს ზემოდან კიდე დავამატოთ რაღაც. აი ერთიც გაიშვა და მეორეც. ნუ თანმიმდევრობა გასაგებია ხო რატომ გაიშვა პირველი, იმიტომ რომ ჯერ ეგ გვეწერა. და ამ მეთოდის გამოყენება შეგვიძლია აი ყველაფერზე არ არის აუცილებელი რომ ეგ ღილაკი იყოს. აი თუნდაც აი ეგ heading-ი რო წამოვიღო, ხო? ნახეთ, headings რო მივცე ყველაფერი. ნახეთ, buttons რო ვაწვევი, არაფერი არ ხდება, მაგრამ ამაზე თუ ვაწვევი, იშვება. ისევ და ისევ ამოცანაზეა დამოკიდებული. Click-ის გარდა მოდით აბა ერთი ვნახოთ, ამას აქვს mouse enter-ი. აბა ვნახოთ, ეს mouse-ი როცა ეხება. ნახეთ, არ ვაწვევი, უბრალოდ mouse-ი შემოვიდა. mouse enter-ის გარდა არის ასევე mouse leave-ი, ანუ როცა ესე ვდგავარ და გავდივარ ამ ელემენტიდან, აი, რო შევამოწმოთ mouse leave. აბა ვნახოთ, აი რო შემოვალ, არაფერი არ ხდება, მაგრამ როგორც კი გავალ, აი, ეგ იმეთი გაიშვა. უამრავია, მე ხვდით ხო, უბრალოდ ლოგიკას. ახლა რა გავაკეთოთ? რა და მოდით აი ეგ სტილებში, აი style tag-ი შევქმნოთ. ნუ სიმარტივისთვის ვქნია ამ ყველაფერს ერთ ფაილში, თორე სხვა შემთხვევაში ცალკე გაიტანდით. დავარქვათ, ანუ იყოს h1, ჩვეულებრივ ესეთი h1, მაგრამ h-ს კონდეს კიდევ ესეთი, როგორ ვთქვათ, სტილი, main title, უბრალოდ ეს main title დავუწეროთ და როდესაც ეგ სტილი მიეცემა, ხო? მოდით და რა ვქნათ? გახდეს მაგისი background-ი შავი ფერის, შავი მე კიდე წითელი დავუწერე, black, ტექსტის ფერი იყოს თეთრი, white, text align იყოს center, font size-იც ცოტათი გავუზარდოთ და მეტი არაფერი არ გვინდა იდეაში. ნახეთ, ამ ღილაკის დაჭერაზე დავიჭიროთ ახლა heading 1 და class list-ში დავუმატოთ main title. დავასეივებ, ანუ ჯერ ჩვეულებრივად ჩანს, როგორც კი დავაწვევი ამ ღილაკს main title. ხო, აი ხო, რატომ ეს delayed გაიშვა, მაგრამ ეგეც გაიშვა. დავუშვათ, მინდა მოვაშორო ეგ სტილი, ხო? ნუ ამას მაშინ დავარქვათ add style, ხო? რაღაც ესე დავუწეროთ. და ეგ იყოს remove style. ეგ თუ არის ბათანი, ეს იყოს button 1 სიმარტივისთვის. და დავიჭიროთ ანალოგიურად ახლა ცოტა დაბლა. const button-ი 1 დავარქვათ, ამას document get element by id button 1 და დავწეროთ, რომ button 1-ზე დავამატოთ add event listener-ი, ისევ ამის click-ზე გაიშვას რაღაცა ფუნქცია, arrow ფუნქცია, რომელიც რას იზავს? ამის class list-იდან უკვე წაშლის აი ამ main titles. აქ დაემატება, ამით წაიშლება. გასაგებია, ხო? ისე ეგ სინტაქსი უფრო მარტივი ჩანს, მაგრამ არ გამოიყენეთ. add event listener-ები გამოიყენეთ სულ. გასაგებია ეს ნაწილი ჯერ თუ არა. Okay. ერთ სიტყვით და ბოლოს კიდე დავამატოთ toggle. Toggle რა შვება, ნახეთ? კიდევ ერთი ისევე button-ი იყოს, button 2 toggle style და აქაც დავამატოთ const button 2, რომელიც არის document get element by id button 2, ამასაც ისე მივცეთ event listener-ი, ისევ click-ის მოსმენა გვინდა და this heading ნახოთ აქ
class list-ი გვინდა რა ვშვებით. class list-ი. ნახეთ add-ის და remove-ის მაგივრად დავწეროთ ახლა toggle და დავწეროთ ამას main title. აბა დავასეივოთ. რა მოხდა აქ? ზისი დავწერა არ უნდა სისი ამას. აბა. ნახეთ toggle რა შვება. თუ არ აქვს main title-ი, ხო? მაშინ დაუმატებს. მაგრამ თუ აქვს და ჩვენ ვიძახებთ ამ ფუნქციას, ხო? მაშინ წაშლის. ყველაზე კარგი ამისი მაგალითი არის აი dark theme-ები, background webguard-ს რო აქვს. აი ერთი რო ყველაფერი შავია და მეორე ყველაზე თეთრი. მოდით აბა ესეც გავაკეთოთ, აი ძალიან მარტივია ამის გაკეთება. Default-ად, ანუ body-ს დავუშვათ background color-ი იყოს თეთრი და ტექსტი იყოს შავი ფერის, აი ესე black, მაგრამ როცა body გახდება მუქი, ხო? აი რაღაც ახალი კლასი შევქმნათ, დავუშვათ dark theme, ესე დავარქვათ, ხო? პირიქით შევცვალოთ, დავწერთ და background color-ი გახდეს შავი და ტექსტი გახდეს თეთრი ფერის, white. ახლა ეგ კლასი უნდა მივცე body-ს. ანუ body-ს ხო ჩვეულებრივი ელემენტია, ვნახეთ რომ display flex-ას ვაძლევდით, ხო? ამიტომ აქ რო დავდგე ესე დავწერო მაგალითად dark theme. ეგ იმუშავებს. კი ბატონო, მაგრამ დინამიურად როგორ გავხადავ? როგორ და ნახეთ ისევ რაღაცა შეიძლება იფიქროთ რომ რაღაცა მეთოდი არის რომ document get element ან query და ასე შემდეგ, მაგრამ body ხო ერთია და იმდენად მნიშვნელოვანი ელემენტია რომ აი ესე რომ დავწეროთ const body, მაგას არც query selector-ი არაფერი არ უნდა, უბრალოდ ვწერთ document წერტილი body. უკვე ეგ ელემენტია, ხვდებით ხო? ანუ main title-ი, h1 id შეიძლება შეგხვდეს მრავალჯერ, მაგრამ body ერთია, არაფერი არ სჭირდა, პირდაპირ დოკუმენტის შვილი არის body. ამიტომ ასე მოვნიშნავთ და მოდით აი მეორე ღილაკი უკვე იყოს ამისთვის. დავწეროთ ასე. არა ეს შეცვალოს h1, არამედ დავწეროთ რომ body class list toggle main title, აბა main title არა, ამას უნდა dark theme. dark theme. და ნახეთ თლიანი body იცვლება. რაღაცა ესეთი მარტივი ისიც გავაკეთეთ რა, theme changer-ი, ხო? უფრო smooth transition-ები რო იყოს, body-ზე დავდგეთ და დავწეროთ ყველაფერს, ანუ all-ს კონდეს non-tel 3 წამიანი გადასვლა. ყველაზე მარტივი ესეთი თემების changer-ი გავაკეთეთ. აბა თუ გასაგებია ეგეც. Okay. უამრავი კიდევ პარამეტრი შეცვლა გვინდა, შეგვიძლია არა მარტო კლასის და სტილების, აი თუნდაც ჩვენ რომ მოვიღოთ და შევქნათ ლინკი, ხო, ატაგი, მაგალითად რაღაცა ვებსაიტი, აი დავუშვათ რაღაც. კონტრებში არა, აქეთ ჩავწეროთ, ხო? და აქაც უბრალოდ რაღაცა მივცეთ. შეგვიძლია აქედანაც წამოვიღოთ ეს აი ესე დავწერთ document query selector-იც წამოვიღოთ ახლა ეს ასე და console log-ში დავუშვათ, გამოვიტანოთ href-ი. დავასეივოთ, აი რაღაცა ახლა ლინკია, ეს diez-ით ეგა მაგისი ლინკი. შეგვიძლია ეგ შევცვალოთ მაგალითად, დავწეროთ რომ link-ი იყოს აი ესე https ასე google.com და რომ დავასეივოთ, წესით Google-ში გადამეყვანს. კი ბატონო. მიხვდით ხო რასაც ვამბობ? ეგ არის ერთი მეთოდი, მაგრამ უფრო კარგი პროფესიონალური მეთოდი იქნება თუ დადგებით და დაწერთ ასე. set attribute. ანუ ჯერ შეგვიძლია ვნახოთ attributes, აი ესე რომ ჩავწეროთ attributes. აი ეს. რო კონსოლში გამოვიტანო, ყველა attributes ვნახავ, რაც მასზეა გამოყენებული, მაგრამ ყველაზე კარგი იქნება ასე set attribute და ერთ-ერთი გახსოვთ ხო, რომ links აქვს ერთ-ერთი ასეთი attribute-ი, რომელსაც ქვია target-ი. ის თუ როგორ გაიხსნება webguard-ი? რას გულისხმობ მაგაში? ახლა ასე რომ დავწერე, პირდაპირ ჩემ webguard-შივე გაიხსნა ეს ახალი webguard-ი, ხო? ან ჩემი გაქრა და ჩაიდვირთა ახალი და შემიძლია ისე ვქნა, რომ ამის დაჭერაზე გაიხსნას ახალი, ანუ ეს დარჩეს და აქ კიდევ ერთი რაღაცა ტაბი დაემატოს. ეგ attribute იყო target-ი და შეგვიძლიათ მივცეთ, ანუ ეს არის პირველი რას ვაძლევთ, რომელ attributes და მერე მნიშვნელობას.
და blank იყო ეს blank თუ არ ვცდები blank ავნახთ და კი ბატონო აი უკვე აქ აღახსნის და ცალკე გახსნა აი ყველაფრის შეცვლა ასე შეგიძლიათ ხო ძალიან კარგი მაგრამ ნახეთ უკვე ძალიან დიდი სკრიპტის თეგი გამოგვივიდა ხო თან არაფერი არ გაგვიკეთებია ჯერ და დიდ ვებგვერდებს აქვთ აი უზარმაზარი JavaScript-ის კოდი. ამიტომ ეს ყველაფერი აქ რო არ ჩავწეროთ, გვაქვს რამდენიმე მეთოდი. ჯერ იმას ვიტყვი, რომ შეგიძლიათ დავყოთ ეგ სკრიპტიც, რომ აქ იყოს ერთი სკრიპტი და რაც ჯერ ჩატვირთული ამ სკრიპტამდე ეს გამოიყენოთ, ეგ რა თქმა უნდა არ გამოჩნდება, მაგრამ მე დაწეროთ ეგ. მაგრამ ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება თუ შექმნით ახალ ფაილს. ახლა რა ლოგიკაა, ნახეთ. index.html გვაქვს, მე style css-ი, მაგას კიდე JavaScript-ის ფაილს არ ქვია, ბევრ სახელს. ან index.js, ან main.js, script.js, რაც გინდათ. ნუ ყველაზე ხშირად არ ქვენ main.js, ამიტომაც მეც მასე დავარქვევ. და ავიღებ ან ჩემ თლიან კოდს, scripts. ასე, ცოტა ზემოთ ავწევ ერთსა. ასე. და გადმოვაკოპირებ და ჩავსვავ აქეთ. დავასეივებ. მაგრამ როგორ შემოვიტანო? როგორც ლინკები შემოქონდა აქ ის link CSS-ი დრო შემოქონდა, ხო? ამას აქ script-ში თუ დავდგები, დავუწერ source და source-ით მივუთითებ main.js და კი ბატონო აი მუშაობს ყველაფერი. ესეც ჩვეულებრივად მუშაობს. მაგრამ ამას აქ ერთი დიდი მინუსი და რა მინუსი არის ეგ? რადა შეიძლება JavaScript-ის ფაილი იყოს ძალიან დიდი და ჩატვირთვისას რა მოხდეს? რომ ჯერ HTML-ის ფაილი იტვირთება და გამოჩნდა ყველაფერი, მაგრამ ბოლომდე რომ მივიდა და უკვე user-ს გამოუჩნდა ეგ გვერდი, ბოლოში დაიწყებს JavaScript-ი ჩატვირთვას. და რადგან დიდი ფაილი გვექნება, რაღაცა შეიძლება 2-3 წამი ყველაფერი ბოლომდე ჩატვირთული არ იყოს. რაც, ნუ, კარგი არ არის. ამიტომ ასე script-ში ბოლოში JavaScript-ს ხშირად არ ტოვებენ. ავიღოთ და დავუშვათ ეს როგორც აი სტილებს წერდით აქ, შემოვიტანოთ აქაც. მაგრამ აქ სხვა პრობლემაა ისევ, ის პრობლემაა რომ ჯერ ზემოდან ქვემოთ წავა ჩატვირთავს JavaScript-ს და მაშინვე გაუშვებს მაგას, მაგრამ ეგ ყველაფერი ჯერ ხო ჩატვირთული არ არის, ვთქვით ხო, რომ ჯერ ეგ უნდა ჩაიტვირთოს და მერე JavaScript-ი. ამიტომ ერთი პარამეტრი ამისთვის არის async-ი. ნახეთ, async-ი რა შვება? რას და ზემოდან ქვემოთ მიდის, მოვიდა სკრიპტამდე, ხო? და გაუშვა სკრიპტის ჩაწერა. მაგრამ უკვე აღარ ელოდება იმას, სანამ ეს ბოლომდე გადმოიწერს და გაუშვებს და ასე შემდეგ, აგრძელებს დაბლა ჩასვლას. ანუ პარალელურად ხდება HTML-ისა და JavaScript-ის გადმოწერა. თუმცა async-ს აქვს აი ძალიან დიდი მინუსი ისა, რომ შეიძლება HTML-ი ბოლომდე არ ჩაიტვირთოს და JavaScript-ი უფრო სწრაფად ჩაიტვირთოს. და როგორც კი ჩაიტვირთება, იმ წამსვე გაუშვებს და რაღაც მომენტში ნალებს მიიღებთ და ექნება ერორები. ხვდებით ხო პრობლემას? ამიტომ საუკეთესო მეთოდი, რომელსაც თქვენ სულ გამოიყენებთ, არის defer-ი. defer-ი რა შვება? რომ ისიც პარალელურად გაიშვება, ანუ აღარ დაელოდება ჯერ ამის ჩატვირთვას, მერე ამისას და ამისას, პარალელურად ორივე გაიშვება, მაგრამ რომც უფრო სწრაფად გადმოიწეროს, დაელოდება სანამ თლიანი HTML-ი არ ჩაიტვირთება. როგორც კი HTML-ი შეწყვეტს ჩაწერას, გაიშვება უკვე main.js-ი, ანუ ყველაზე დაცულია და ყველაზე კარგი ვარიანტია. გამოიყენეთ ასე script-ი, defer-ი და ასე შემდეგ. კარგით. და ახლა ბოლოსთვის ავაწყოთ ძალიან მარტივი პროექტი. პატარა to-dos აპლიკაციის სახით მინდა აგიწყოთ. ნახეთ, აი რადგან წავშალე ყველაფერი, აქ სულ ერორებია და ერთ სიტყვით რა ვქნათ. მქონდეს რაღაცა header-ი, header-ში იყოს input tag-ი. და რას ვიზა, ანუ რასაც ჩაუწერ ამ input-ში და მე თუ დავაწვევი აქ add buttons, რაღაცა სიაში უნდა დაემატოს უკვე ჩემი აი ეს ელემენტი. აი როგორც to-do list-ი ჩვეულებრივი როგორც გინახავთ, ეგეთი ავაწყოთ. ნუ შევქნათ რაღაცა header-ი. header-ში მქონდეს რა input-იც და ღილაკიც, ხო, ესე input
input და იყოს რაღაცა ბათანი, მაგალითად add, ხო? აი, ორი ჩვეულებრივი input. აქ ერთ რაღაცას გასწავლით, ნახეთ. შეგვიძლია მაგალითად ამ inputs მიუწეროთ წინ რაღაცა სათაური, მაგალითად ეს დავუშვათ ვამბობ, ეს არის first name-ის input-ი. კი ბატონო, მაგრამ input-ებისთვის გვაქვს სპეციალური ელემენტი, რომელსაც ქვია label-ი. რა იყო ეგ არ ვიცი, მაგრამ კარგი. label-ი. რა შვება label-ი? ნახეთ, for-ში ითხოვს ID-ს. მოდი მაგალითად ამ inputs მივცეთ რაღაცა to do input-ი, რაღაც ესე დავარქვათ, ხო, ID. და for-შიც მივუთითოთ ეს to do input-ი. ავასეივოთ და აქ დავწერთ მაგალითად რაღაცა to do name-ი. ხო, უბრალოდ to do name-ი. ნახეთ, თუ დავაჭერ აი ამ text ავტომატურად დააფოკუსირებს ამაზე. შეიძლება თქვა რომ არაფერი არ არის ეგ, მაგრამ დამიჯერეთ ძალიან მოსახერხებელი რაღაცა, ყველა ვებგვერდში უნდა გამოიყენოთ ეგ. აი თუნდაც აი ბულეთები რო არის თუ გინახავთ, აი რადიო ბათანები როა 3 თუ 4 ცალი მოსანიშნი, ხშირად ჩვენ არა თვითონ იმ ღილაკს ვაწვევით, არამედ text და ეს რო label-ი არ იყოს, ის ღილაკი არ მოინიშნება. ამიტომ დაიმახსოვრეთ, თუ აი ესეთი ფორმებს აკეთებთ, თუნდაც აი რადიო ბათანები, checkbox-ები და ასე შემდეგ, ყოველთვის ასე გამოიყენეთ label-ი. როგორ მუშაობს? for-ით უნდა მიუთითოთ იგივე ID. ნუ ოკეი, ახლა ეგ არ გვჭირდება ჩვენ. და მოდი უბრალოდ სტილები მივცეთ, ყველაზე basic სტილები მივცეთ. ამისთვისაც ცალკე სტილების ფაილს შევქმნი. ასე. reset-ი გავუკეთოთ ყველაფერს. sizing-ი border box-ი. კი ბატონო და ახლა იქ შემოვიდანოთ. link ასე css. კი ბატონო. header-საც ძალიან მარტივი სტილები გავუწეროთ, text align center დავუწეროთ, აბა. ასე. background-ი იყოს black, მაგრამ ცოტა შევცვალოთ, თლად აი სადაც ესე მივცეთ. padding-იც მოდი მივცეთ 3 რემი ყველა მხრიდან. ასე, კი ბატონო. და ახლა გავსტილოთ ეს input-ი, ხო? header-ის input-ი. მოდი ამას border-ი მოვუშალოთ თავისი. ასე და მივცეთ მოდი სილამაზისთვის ეგენი ასე კი არ დავტოვოთ. რაღაცა შევქმნათ ასე input კლასი. და კლასის შიგნით შევავდოთ. ისე და ისე უბრალოდ სილამაზისთვის ვაკეთებ, დომისთვის აფშუაში არა, ამიტომ შეგიძლიათ გამოტოვოთ ეგ ნაწილი რა. ამას დავარქვით ასე input-ის შიგნით input-ი, ეს კლასი input-ი, რაც შევქმნი. და height-ი დავუშვათ, მივცეთ ამას 3 რემი. ცოტა გავზარდოთ ასე. კი ბატონო, თვითონ div-ის input-ი, ხო? იყოს display flex-ის, რადგან აი მაგათ შორის აი სივრცე გაქრეს. აი, გაქრა და თვითონ ბათანის გაიწელა, ხედავთ, ხო? მივცეთ justify content center, ნუ ეგ ამას არ აქვს მნიშვნელობა. და რა გავაკეთოთ? იცით, max ვიცი კონდეს ამას 80 რემი. აბა რამდენია 80 რემი? გონი ძალიან დიდია 80 რემი. რეთ, ხო, დიდი ეგ. იყოს 30. 30-ის დიდია. აი ესე იყოს და დავუწეროთ, რომ ამ ზომის 80%-ს დავუშვათ იკავებდეს input-ი, თვითონ input-ი. აი ესე 80%. და იმ button-ს უკვე მივცეთ 20%. ნუ ესე input button იყოს width დავუშვათ 20%. კი ბატონო. და ამასაც მოვუშალოთ border-ი, მივცეთ none. მერე ფერიც მივცეთ რაღაცა. ესე აქუა. და font weight-ი bold-ი. ახლა ეს შუაში რო ჩავსვათ, შეგვიძლია ან margin inline-ი გამოვიყენოთ, ან თვითონ header-ზე flex-ი, ხო? აბა ნახოთ margin inline-ი თუ გასწორდება ეგ. კი ბატონო, გასწორდა. და კიდე ერთი რაღაცა მინდა გასწავლოთ. ნახეთ, შეგვიძლია მოვამრგვალოთ ეს input-იც, button-იც და ასე შემდეგ. ნუ ერთი ვარიანტია, ნახეთ, რომ ამ input-ს დავუწერო, რომ border left-ის რაღაცა radius-ი, აი ნახეთ, top left radius-ი იყოს 10 პიქსელი დავუშვათ. ნუ მოდი 10 პიქსელზე მეტი იყოს 30 რაღაცა ასე და დავუწეროთ border bottom left-ის radius-ი იყოს ისე 30 პიქსელი. ეგ ყველაფერი იმუშავებს, მაგრამ მომიწევს ამისთვის ცალკე, ამისთვის ცალკე, ამისთვის და ასე შემდეგ.
მოდი ეს 30 პიქსელი მივცეთ თვითონ inputs. ნახეთ? border radius 30 პიქსელი. მაგრამ არაფერი არ შეიცვლება რატომ? ანუ თვითონ მშობელი შიგნით დამრგვალდა, მაგრამ შვილი გარეთაა. ეგეთი რაღაცა რო არ მოხდეს, კიდევ ახალ properties ისწავლით, ხო ვთქვით რომ CSS-ის სწავლას არასდროს არ შევწყვეტ. ეს არის overflow hidden. რას ნიშნავს ეგ რომ თუნდაც შვილი რო იყოს 30 რემის, მაგრამ მშობელი ჯამში იყოს 10 რემის, გამოჩნდება მხოლოდ 10 რემი. ანუ მშობლის გარეთ რაც ყველაფერი გავა, ყველაფერი მოიჭრება. overflow hidden-ს ძალიან ბევრ ადგილას ხმაურობთ, აი ძალიან რო იგი იცოდეთ რომ ესეთი მაგალითებისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ. რეალურად ისევ და ისევ ეგ input-ი სადღაცას აქ არის, მაგრამ ჩვენ ამას ვერ ვხედავთ. ანალოგიურად ეს ბათანიც. ახლა ამ ბათანს მე დავუწერ cursor pointers და მოდით JavaScript-ში დავიჭეროთ ეგ ყველაფერი input-ი, ამას document get element by id-ით წამოვიღებ და ეგ იყო to do input-ი თუ არ ვცდები, to do input-ი. ნახოთ აბა. კი ბატონო და ამასაც მივცეთ ეგეთი რაღაცა, დავუშვათ კლასი, ისევ primary button. ხო ისე რომ მიცოდეთ, ნახეთ რისი გაკეთება შეგვიძლია, არ არის აუცილებელი რომ ხოლო დოკუმენტიდან წამოიღოთ და რას გულისხმობ. ნახეთ, დავუშვებ წამოვიღებ აი ამ ძირითად input class, ხო? ნახეთ, ამას დავაკომენტარებ ცოტა ხნით. დავწერ ასე const containers დავარქვევ უბრალოდ და ამას წამოვიღებ query selector-ით, კი ბატონო, ესე inputs ასე წამოვიღებ. მაგრამ თუ მინდა მე მაგალითად უკვე ამ input-ის და ამ button-ის წამოღება არ არის აუცილებელი რომ დოკუმენტს მივმართო. შემიძლია თვითონ ამ input-ის შიგნიდან რაღაცა ელემენტები წამოვიღო. ანუ შედაში ორი ვარიანტი გაქვთ რა. ამიტომ შემიძლია დავწერო ეგეთი რაღაცა რომ ეს დაბლითე input-ი არა დოკუმენტი იყოს, არამედ კონტეინერიდან get element by id. მოთ, რადგანაც ახლა არ გავუშვება. ნახოთ ერთად console log input-ი is not a function at. შეიძლება არასწორად ნახა, ეგ აბა ნახოთ ეს console log container. ხო, ეგ სწორად ნახა. შიგნითაც უნდა იყოს, შეიძლება query selector-ით გაიშვას. აბა. ხო, გაიშვა. შეიძლება არასწორად მეწერა რაღაცა, მაგრამ არ აქვს ამას მნიშვნელობა. იმის თქვა მინდა რომ არა დოკუმენტიდან წამოვიღე, არამედ უკვე კონტეინერიდან და კონტეინერის შიგნით input-ი ვნახეთ და მოდი აქ ვნახოთ რაღაცა ესე submit, ანუ გაშვების ბათანი, ან ჩვეულებრივად ბათანი დავარქვათ და ისევ კონტეინერიდან წამოვიღოთ query selector-ით და ეს ხო მგონი კლასი მივეცი ამას და მივცეთ ასე primary button. აი ესე წამოვიღოთ წესით. კი ბატონო. ახლა როგორ დავაკვირდით იმას, თუ რას ვწერ აქეთ, ხო? ნახეთ. ისევ რომ დავწერო ასე input add event listener. ოღონდ ახლა კლიკი კი არა. მოусმინოთ inputs, ანუ შეყვანას. და ასე რომ დავდგე და როგორ გამოვიძახო ახლა ამისი მნიშვნელობა. ეს input-ის ხო ჩვეულებრივი ელემენტია. ნახეთ, აქ ჩვენ შეგვიძლია default value მივცეთ ასე. value 10 დავუშვათ. ანუ ვევგვერდი არ აქვს მნიშვნელობა, თავიდანაც რომ ჩავტვირთო, ხო? ერთ-ერთი ატრიბუტი ამისი არის value, ანუ საწყისი ამისი მნიშვნელობა. და რეალურად მე რომ რამეს ვცვლი, აქ 10 რჩება, მაგრამ იცვლება ამის ერთ-ერთი ატრიბუტი value. ანუ რეალურად ეს value ახლა უდრის რაღაცა ამას. და რადგან ჩვენ ეგეთი რაღაცა value უკვე გვაქვს, ჩვენ შეგვიძლია დავწეროთ რომ input-ის value გამოვიტანოთ console log-ში. ნახეთ? აი. თან უყურეთ ყოველ აკრეფაზე, აი თუნდაც space-ი რო დავწერო, ხო? ეგ event-ი მაინც გაიშვება და ყოველ ჯერზე მიჩვენებს რაღაცა ნიშნულობას. მე რო უბრალოდ ახლა დავდგე და ეგეთი რაღაცა დავწერო input value უდრიდეს 10 წესით უნდა შემეძლოს ესეთი 10 არა და 1000 დავუშვა. ვნახოთ. ანუ რაც არ უნდა აუკრეფო, ნახეთ, წერ აქ. ყოველ ჯერზე ეს მაინც 1000 ხდება,
აქაც არაფერი არ იცოდება, 17-ჯერ გამოვაქვს ეს კონსოლად. მიხვდით ხო, ანუ ეგრე შეგიძლიათ გამოიტანოთ. რადგან ასე შემიძლია დავიჭირო ამისი value, ხო? ნახეთ რა შემიძლია გავაკეთო. აი ეგ დავლა რომც იყოს პარაგრაფი რაღაცა ესე, ID-ით ტექსტი, ხო? დასაწყისში არაფერი არ ქონდეს, დავიჭიროთ ჩვენ ეს ტექსტი, document get element by ID, ასე ტექსტი და დავუწეროთ რომ ყოველი აკრეფვისას ტექსტის, ნახეთ, text კონტექსტიც და inner ტექსტიც, ხო? იყოს text კონტექსტი, ყველაზე გამოყენებადი text კონტექსტი უდრიდეს input values. ნახეთ, აი. ყოველ ჯერზე იშვება ეს ფუნქცია და ამისი მნიშვნელობაც იცვლება. დაუშვათ თქვენ არ გინდათ აკრეფვაზე რომ იცვლებოდეს, ხო? ანუ რისთვის შეიქმნა ეს add button ღილაკი, ხო? ამიტომ, ნახეთ. დავწეროთ button-ზე დაკლიკებისას ესე click გავიშვას error ფუნქცია. button-ზე დაკლიკებისას მოხდეს ეს. ანუ text შეუცვალოთ შიდა მნიშვნელობა, აი, აქ რაღაცას ჩავწერთ, აი თუნდაც ეს hello world add და ეგ უკვე გამოჩნდება. მოდი ერთი თუ გამომივა, ამას გავუზარდოთ font size. ორი რემი დავწეროთ. კი ბატონო, გაიზარდა და კიდე ერთ რაღაცას გასწავით, აი ესე ბოლომდე მიტყუპული რო არ იყოს, გამოვიყენოთ padding left-ი. ან თავში მარცხნიდან რაღაცა დაშვება რო შევქნათ. დავუშვათ ერთი რემი. ანუ სულ დაიწყებს, ნახეთ, აქედან და არა ბოლოდან. გასაგებია, ხო? და ახლა უბრალოდ დავამატოთ აი ამ to-do-ების სია, ხო? როგორ გავაკეთოთ ეგ? ძალიან მარტივად, ნახეთ. აი აქ main-ში რაღაცა div-ი შევქნათ, იყოს to-dos, ხო? და ამ to-dos div-ის შიგნით გვინდა დავამატოთ პარაგრაფები იმით თუ რასაც ჩავწერთ აქეთ, ხო? ამიტომ ჯერ აი აქ შევქნათ კიდევ ერთი ასე to-dos კონტეინერი ასე დავარქვათ. რომელიც იქნება document query selector და ასე to-dos და უყურეთ ამის დაკლიკებაზე ჩვენ გვინდა to-dos შიგნით დავამატოთ პარაგრაფი. მაგრამ როგორ დავამატოთ ეს პარაგრაფი? ანუ ჯერ ხო არ გვაქვს შექმნილი ეს პარაგრაფ ელემენტი. ნახეთ, DOM-ში არა მარტო ელემენტების წამოღება შეგვიძლია, არამედ მაგ ელემენტების შექმნაც, წაშლაც და ასე შემდეგ. და რას გულისხმობ ამაში? თუ დავდგები და დავწერთ document create element. რა ელემენტი შექმნა მინდა? გინდათ header-ი შექმნა? კი ბატონო, დაწერეთ header-ი. main-ი, დაწერეთ main-ი. ან ჩვეულებრივ HTML-ის tag-ს წერთ. პარაგრაფი ვთქვი, ხო? ამიტომ შევქმნი პარაგრაფს. მაგრამ მე რო დავასეივო ეს ახლა, არსად არაფერიც არ შეიქმნება. ანუ ეს p tag-ი შეიქმნა უბრალოდ DOM-ში. მაგრამ ხო მინდა გამოვიტანო და გამოვიყენო ეს ელემენტი, ხო? ამიტომ ეს უბრალოდ კი არ შევქმნა და ესე დაუკარგო ეგ. არამედ ასე დავწერო const p. ანუ შევქმენი ელემენტი და ინახება p ცვლადში. ახლა ეგ p ცვლადი შემიძლია გამოვიყენო სხვადასხვა მიზნებისთვის. მაგალითად, მივცეთ ამ p-ს text კონტექსტი, როგორც დავწერეთ, ხო? არა უკვე აი ამ პარაგრაფს, რასაც აი აქ ვწერდით, ხო? არამედ აი ამ ახალ შექმნილ პარაგრაფს მივცეთ text კონტექსტი input value. დავაკომენტე ამასაც წავშ საერთოდ. კი ბატონო, დავწერე აქ. მაგრამ ისევ და ისევ დავაჭირე ეცაც, შეიქმნა რეალურად ელემენტი, ამ ელემენტს მიეცა ტექსტური მნიშვნელობა, მაგრამ ისევ ვებგვერდში არ ჩანს. რათა დავამატოთ აი იმ კონტეინერში, ნახეთ, უნდა მოვუნიშნო to-dos კონტეინერ და ამას აქვს append-ი. ანუ append-ი არის როგორც მასივში ქონდათ push-ი. ანუ უბრალოდ ჩამატება შიგნით. და ნახეთ, text content და რო დავწერო აქ ათიანი. text content is not defined. აბა რა გავაკეთე ახლა რასტორად. inner HTML ტექსტი რო დავწერო. uncoded text is not defined and HTML
აბა ერთი გამოვიდანოთ კონსოლ-ლოგში p. კი ბატონო, p შეიქმნა. სადაც სხვაგან მიწერს მაგ შეცდომას, ნახეთ. 72 ხაზზე მიწერს. უი, ტექსტ კონტექსტ ვამატებდი. აი, მაგიტომაც კარგი არის, ეს რასაც ვამატე იქ ხაზები. ის ყველაფერი სწორად მეწერა. დავუბრუნოთ უკან. ტექსტ კონტექსტი და აქ დავამატოთ თვითონ პარაგრაფი. ანუ კონტეინერში დავამატოთ თვითონ ჩვენი ახალი შექმნილი ელემენტი. და ნახეთ. დაემატა უკვე აქ გამოჩნდა. კიდევ რამდენიც არ უნდა დავწერო, სულ ქვემოდან დაემატება. ჩვენც ახლა რა ვქნა? დავწეროთ ასე style. დავუშვათ font size იყოს 2 რემი და margin bottom იქონდეს, ანუ style margin bottom ან class შექმნიდით და class list 8-ს მისცემდით, ხო? არ აქვს ამას მნიშვნელობა. და ლამაზად რო იყოს, აი ესე ხაზები რო იყოს ქვემოდან, ხო? დავწერთ style border bottom ქვედა ბორდერი რომ მივცეთ მხოლოდ 1 პიქსელი solid black. ნახოთ თუ გამოვა. და ესე ეს მივცეთ. კი ბატონო, აი. მივცეთ ამას შორის დაშვება 3 რემი დავუშვათ ეს. გონი სადაც შეცდომა მაქვს. ხო ეგ. string უნდა გაიხსნას დაიხუროს. მივხვდით, ხო? ასე ძალიან მარტივად კეთდება ეგ ყველაფერი. აბა გაქვს შეკითხვები? მე უკვე ვისწავლით როგორ წავშალოთ ეგ ელემენტები, როგორ შევცვალოთ და ასე შემდეგ რა. ეგ იყო აი ჩათვალეთ ამბანი რაც ახლა ვისწავლეთ. მე უფრო და უფრო დავამატეთ ფუნქციონალს. ხო, რაღა 10-იანს ვწერთ, ხო, ჩვენ 10-იანი რეალურად ხო არ გვინდა. მოდი ამას რაღაცა value წაუშალოთ თავიდან. და რასაც ჩვენ დავწერთ, ის დავამატოთ რა, რა გვინდა 10-яნის დამატება. მაგალითად იყოს 1 hello დაემატა. მე დავწეროთ ასეთი რაღაცა, უბრალოდ word-ი დავწეროთ, დაემატა, ხედავთ, ხო? მაგრამ ერთ რაღაცას დააკვირდით. როდესაც ვწერ უკეთესი იქნება რომ როგორც კი დავამატებ რაღაცა ელემენტს, ეს რო განულდეს. ანუ წაიშალოს, ხო? ამისთვისაც ნახეთ, დავდგებით დავწერ რომ რა ერქვა იმას input. Input-ის value გახდეს ცარიელი string-ი. აი რო დავწერო input-ი ნუ იყოს hello. კი, წაიშალა. world-ი უფრო უკეთესია რა ეს user friendly არის ჯამში. მაგრამ ერთ რაღაცასაც კიდევ დააკვირდით, სულ ბოლოში ამატებს ამ ყველაფერს. ანუ ეგ თუ სულ დასაწყისში იყო დამატებული, სულ პირველი იქნება და ყველაზე ბოლო დამატებული იქნება ყველაზე ბოლოში. თუ პირიქით გვინდა, ნახეთ ამას აქვს prepend. აი როგორც JavaScript-ში იყო unshift-ი თუ არ ვცდები, unshift-ი. ანუ დასაწყისში დაამატებს. ისევ ესე 1 რო დავწერო 2 უკვე იქნება ზემოთ. ნუ თქვენზეა დამოკიდებული როგორ skills ხმარავთ. მომავლისთვის შეგიძლიათ ეგეთი რაღაცა გააკეთოთ, აი აქ ფილტერებით იყოს, აი user-ისთვის დაუშვათ როგორ გინდათ რომ გამოჩნდეს ზემოდან ქვემოთ თუ ქვემოდან ზემოთ და რეალურად უბრალოდ შეცვლით ამას prepend-ი იქნება თუ append-ი. გასაგებია, ხო და ერთ რაღაცასაც ვიზავ, შეგიძლიათ თქვენ გააკეთოთ, ნუ ესე to-dos დამატება, ოკეი, მუშაობს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ თუ ლისტებს ვქმნით, ლისტებისთვის არის სპეციალური თაგი, ხო? აი ესე unordered list-ი. ეს არის ძირითადი კონტეინერი და ყველა შიდა ელემენტი უნდა იყოს list-ში ჩაწერილი. გახსოვთ, ხო ეგ ამბავი? ამიტომ ნახეთ. ამას უბრალოდ unordered list-ზე შევცვლი და JavaScript-ში შევქმნი არა paragraphs, არამედ lists. ნუ აქაც ერთადერთი ყველგან შევცვლი ამას list-ზე. დავკოპირებ. სემანტიკურად უფრო სწორია ეგ, თორე როგორ არ მუშაობს. და აქაც დავამატოთ პარაგრაფი. რო ვნახოთ, ჩვეულებრივად იმუშავებს. ერთადერთი აქ რეალურად არ ჩანს, აქ ხაზები აქვს ამ list-ს. ამიტომ უბრალოდ ასე დაწერთ. ხაზებში რას გულისხმობ, ნახეთ, margin left-ი რო დავწერო 3 რემი. აი ეს ბულეთები, ხვდებით, ხო? და თუ არ გინდათ მაგალითად ამისი ნახვა, ან იყოს ეგ
აქ დავწერთ ეგეთი რაღაც to-dos max ვიცი ისევ იყოს 30 რემი და margin inline auto-ro გავასწოროთ ეგ. იყოს. მაგრამ თუ არ გინდათ ამის ნახა, list style none დაუწერეთ და გაქრება ეგეც. ნუ ამ შემთხვევაში იყოს. მივხვდით ხო? ასეთი მარტივი to-dos მივიღეთ და ძალიან პატარა რაღაცასაც ერთსაც დავამატებ, margin top-ი დაუწეროთ 3 რემი, დავწეროთ აქ დარჩენილი ელემენტების რაოდენობა. აი აქ მექნება ერთი სპანი. ამ სპანს მივცეთ კლასი რაღაც items quantity და ნახეთ როგორი რაღაცა არის. მოდი სპანამდე იყოს ესეთი პარაგრაფი. ესე ის წავშალოთ. You have რაღაცა რაოდენობის items, ხო? ასე. და მოდი მაინც mains დავუწეროთ, რომ main-ში ყველაფერი იყოს ცენტრში დაწერილი. Text align center. კი ბატონო, ესეც ასე და main-ის რა მოვნიშნოთ პარაგრაფი, ხო? main-ის პარაგრაფში font size-ი იყოს 2 რემი დავუშვათ და ამას უბრალოდ padding-ები ჰქონდეს ბლოკზე, ზემოდან და ქვემოდან 2 რემი. ეს 2 რემი. და ნახეთ, როგორ შევცვალოთ ახლა ეს რაოდენობა დინამიურად. რეალურად you have და items შეგვიძლია დავტოვოთ და მხოლოდ დინამიურად ვცვალოთ ნიშნულობა, რიცხვითი ნიშნულობა, ხო? ამიტომ ამას შევქმნი, ამისთვის შევქმნი spans. ამ spams მივცემ id-ს quantities, ხო? მარტო ეგ ნაწილი რო შეიცვალოს, ან დანარჩენ ჩვეულებრივად იყოს. ამიტომ აქ შემოვდა წამოვიღებ ესე quantities რაოდენობას document get element by id და იყოს quantity და ნახეთ რა ვქნათ როდესაც აქ ჩაამატებს ამ ელემენტს, ხო? დავწეროთ ეგეთი რაღაცა, რომ quantity-ზე რა შეგვიძლია ვთქვათ? პლუსი, მაგრამ ამ შემთხვევაში არ მგონია ესა text context-ი. აბა ერთი რო დავწეროთ უბრალოდ. ამ რო გავუშვოთ. კი ბატონო, ერთი შეიცვლება და ყველაზე მარტივი იქნება, რომ ერთით გაზარდოთ რაღაცა უბრალოდ counter-ი გქონდეთ, კიდე ესე let counter, რომ თავიდან 0-ია და ყოველ ათვლაზე counter-ი გაიზარდოს. რეალურად ამისი გაკეთების უკეთესი ვარიანტიც არის, მაგრამ იყოს ეგრე სიმარტივისთვის. ყოველ ჯერზე counter-ი გაიზარდოს და quantity გახდეს counter-ის ტოლი. ან თავიდან 0-ია, რომ დავამატო რაღაცა 1 გახდება, 2 და ასე შემდეგ. თქვენი შეგიძლიათ შეცვალოთ ამისი ლოგიკა და ის ლოგიკაც დავამატოთ, მაგალითად, რომ ერთი ელემენტი როცა არის, ესი წაიშალოს. მივხვდით, ხო? შეიძლება ნუ თავიდან გერთულოთ ისევ და ისევ. უბრალოდ ივარჯიშეთ ეს ელემენტების წამოღებაზე. ერთი ის გაითვალისწინეთ, რომ body-ს არ სჭირდება არანაირი query და ასე შემდეგ. body-ა ჩვეულებრივად, როგორც head tags, ასე head-საც არანაირი შეცვლა არ უნდა, უბრალოდ წამოიგეთ. კიდევ შეგიძლიათ აი ეს DOM-ი ხო წერია title-ი, ხო? შეგიძლიათ ესეთი რაღაცა დააწეროთ. document title დავუშვათ. ესეც თუ დინამიურად გინდათ რომ შეცვალოთ, დავუშვათ იყოს რაღაცა ესე ჩავწერო და ესეც ასე შეიცვლება. უამრავი პარამეტრი აქვს, დღეს გავიარეთ ძალიან პატარა ნაწილი. მომავალში უფრო მეცაც გავივლით და თქვენთაც მერე უფრო მეც წააწყდებით. გააქვთ რამე შეკითხვები? მაშინ გავაჩერებ.